გამარჯობა. დღეს ვსაუბრებთ Python-ის ვირტუალური გარემოების შესახებ. ვირტუალური გარემო, ვინც არ იცით, რას ნიშნავს, ეს არის უბრალოდ იზოლირებული სივრცე, ასე ვთქვათ, სადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ Python-ის დაუშვათ სხვადასხვა ბიბლიოთეკები და მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ აქ ამ კონკრეტულ სივრცეში ვაინსტალირებთ დაუშვათ რომელიმე მოდულის რაღაც კონკრეტულ ვერსიას, ეს არ შეუშლის ხელს ჩვენს ძირითად სისტემაზე არსებულ Python-ში ინსტალირებულ დაუშვათ სხვა ბიბლიოთეკებს. ანუ ამ გზით შეგვიძლია ხოლმე რომ როცა ბევრ პროექტზე მუშაობთ, იზოლირება გავაკეთოთ ამ ვერსიების და თუ დაუშვათ ერთ პროექტში გჭირდება ერთი ვერსიის რაღაც კონკრეტული ბიბლიოთეკა და მეორეში გჭირდება სხვა ვერსიის, ანუ ამ გზით არის შედარებით მარტივი ამ ყველაფრის მენეჯმენტი და ხშირად პრობლემების თავიდან აცილება ხდება ამ გზით. ჩემ შემთხვევაშიც იყო ბოლო პერიოდში და ამიტომ გადავწყვიტე ამ ვიდეოს გაკეთებაზე ფიქრიც. ეს თემა საკმაოდ განხილულია უცხოურენოვან ვიდეოებში, მაგალითად გირჩევთ მე ამ შემთხვევაში Core Shaker-ის აი ამ ვიდეოებს, რომელშიც ახსნილია VMware მოდულის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მოკლედ ასევე. ეს არის როგორც Windows-ი, ასევე Linux-ზე და Mac-ზე. მე ამ შემთხვევაში დღეს განვიხილავ პატარა მაგალითს Linux-ისთვის, Linux Mint ვიყენებ ამჟამად მე. Linux Mint 20-ის ბოლო 20 ვერსია მაქვს და ამ შემთხვევაში გამოვიყენებ VS Codes. ზოგადად როცა ახლა იწყებთ ადამიანების სწავლას პროგრამირების ნაკლებად გირჩევთ ვირტუალური გარემოების გამოყენებას, რადგან ჩემთვისაც შედარებით დამატებითი ლეიერი იყო, ასე ვთქვათ, რაღაცის შესაქმნელად, არ არის ჩემი აზრით აუცილებელი თავიდან მისი გამოყენება, თუმცა როცა გადავალთ უკვე ერთზე მეტი პროექტის შექმნის ეტაპზე და შედარებით რთული პროექტების შექმნის ეტაპზე, ნამდვილად არის გამოსადეგი, რომ ვიცოდეთ ვირტუალურ გარემოსთან მუშაობა. ხო, ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, ამ შემთხვევაში გავხსნი უბრალოდ ტერმინალს, ამ შემთხვევაში მე ვარ უბრალოდ აი ამ საკაღალდეში და როგორ შევქმნათ ვირტუალური გარემო. ვირტუალური გარემოს შესაქმნელად შეგვიძლია ავკრიფოთ Python-ი, ამ შემთხვევაში Python-ის 3 ვერსიას ვიყენებ. .mi, venv და venv. ამ შემთხვევაში ეს venv აღნიშნავს მოდულის სახელს, რომელსაც ვიყენებთ, ხოლო ეს venv აღნიშნავს იმ ფაილს, რომელსაც ამჟამად შეგვიქმნის ეს ჩვენი Python-ი. დავაწვევი Enter-ს და ამ შემთხვევაში ამომიგდებს errors, რომელიც მინდოდა რომ მენახებინა. ეს ახალი ინსტალირებულია Linux-ის Mint-ი ამ კომპიუტერზე და მსგავსი ერორები საკმაოდ ხშირად მაქვს ხოლმე მეც. ამ შემთხვევაში ერორი მდგომარეობს შემდეგში, რომ რაღაცის ინსტალაციას გთხოვს, სტანდარტულად არ მოყვება როგორც ჩანს Linux Mint-ს ამ შემთხვევაში და გჭირდება apt-get install python 3.8, როგორც მახსოვს ეს მეთოდი მუშაობს ჩვენიურად და get შეგვიძლია მოვაშოროთ აქ და დაგჭირდება სავარაუდოდ sudo. და ამის შემდეგ წესით თუ გავუშვებთ იგივე ბრძანებას, ამას დავშლი. წესით ყველანაირი ერორის გარეშე უნდა შევქმნას ეს საკაღალდე. ჩვენ ამ საკაღალდეში რა ხდება, არ გვაინტერესებს, უბრალოდ გვაინტერესებს რამდენიმე ბრძანება. პირველი ეს არის source when bin activate. ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ აი აქ bin საკაღალდეში შემოდის და აი ამ activate ფაილს უშვებს იმავე სესიაში, რომელშიც ვართ ჩვენ და დააკვირდით ახლა ტერმინალს და ნახოთ რომ მარცხენა მხარეს გაუჩნდება ეს VN-ი წარწერა. ანუ აქ შეგიძლიათ ამ VN-ის თავიანთ შექმნისას დაარქვათ სხვა სახელი, მაგალითად VN-ი, რაც Linux-ს თანამედროვე დამალავს ამ საკაღალდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში იყოს ასე როგორც არის. ამ საკაღალდეში არაფერი არ უნდა შევინახოთ და როცა დავუშვათ ახალ ფაილებს შევქმნით, ეს არ უნდა ავკრიფოთ დაუშვათ ასევე მაგალითად GitHub-ზეც, რადგან არ არის საჭირო ამ ფაილების ატვირთვა, უბრალოდ უაზრობაა. იმისათვის რომ ეს ჩვენი ბიბლიოთეკების კონკრეტული ვერსიები გაუძიაროთ სხვას ვქმნით requirements files დაუშვათ ეხლა ამჟამად გავაკეთოთ დაუშვათ პატარა Django-ს საიტი python 3.8-mi Django start project ABC. No module named Django. კი ბატონო. No module named Django და რატომ უყურეთ? მე თუ გავხსნი აქ ტერმინალს და ვაკრიფავ ასეთ რაღაცას pip show Django. აქ ვიჩვენებთ რომ Django მაქვს ინსტალირებული 3.8 ვერსია, თუმცა იმის გამო რომ ჩვენ ახლა ვართ შესული ვირტუალურ გარემოში, აქ ყველაფრის ინსტალაცია გჭირდება თავიდან. ამ შემთხვევაში დაგჭირდება ასეთი რამე pip install Django. და ვირტუალურ გარემოში დაგვინსტალირებს Django-ს.
შესაბამისად, როცა დაგჭირდება, ანუ ამ Django-ს დავუშვათ თუ სხვა პროექტის გაშვება, საჭირო იქნება ამ ვირტუალური გარემოს გააქტიურება, რასაც VS Code ავტომატურად აკეთებს მარტივად. ამ შემთხვევაში ნახოთ აბა რაც გვიჩვენებს pip show. უბრალოდ pip list გვიჩვენებს ყველა ბიბლიოთეკას, რომელიც ინსტალირებული არის. ამ შემთხვევაში ეს გვიჩვენებს აი ამ ბიბლიოთეკებს. განსხვავებით დავუშვათ აი ამ pip-ისგან, რომელიც გვიჩვენებს გაცილებით მეტ ბიბლიოთეკას ძირითადი Python-ისთვის. ანუ ამ ვირტუალურ გარემოში დავაინსტალირეთ როგორც ხედავთ Django-s 3.1.4 ვერსია და იგივე ბრძანება გავუშვათ აქ. ABC conflicts with the name of an existing Python module and cannot be used as a project name. Guy. Test. Guy. 1-2-3. კარგი, test 1-2-3 შემოქმნევინა და ეს სავარაუდოდ თამაში იქნება სატესტო ფაილი, რომელიც შემიძლია გაუშვას შემდეგნაირად. შევიდეთ test 1-2-3-ში და manage py run server, ამ შემთხვევაში py. ნუ შეიძლება არ იმუშაოს guy. Python-ი ავკეთოთ. მაინც ბოლომდე და ამ შემთხვევაში ნუ ეს მიგრაციები და რაღაცები არ გვაინტერესებს. შემოვალ ბრაუზერში. და 8000 პორტზე გაიშვათ Django-s სატესტო ძალიან ლამაზი ფაილი. ანუ ეს გვიჩვენებს რომ პროექტი მუშაობს. ამ შემთხვევაში ამას Ctrl+C გამოვთავ. ჩვენი პროექტიც გაითიშა. და pip list-ი რო გავაკეთოთ ისევ დავინახოთ აი ამ ფაილებს. შეგვიძლია ანუ ამ ფაილებს მოგვიდოთ ხელი და შევინახოთ რაღაც ფაილში და დავუშვათ ასე ავტვირთოთ GitHub-ზე თუ სადაც ავტვირთავთ. თუმცა უფრო მარტივი მეთოდი არის pip freeze, რომელიც ამ შემთხვევაში გვიჩვენებს ბიბლიოთეკების სიას, უფრო კარგად ასაქმენი ფორმატით პროგრამულად და შემდეგ ეს redirects ნიშანი, ანუ უბრალოდ გადაამისამართებს კონკრეტულ ფაილში, რომელსაც როგორც წესი ვარქვევთ ხოლმე requirements.txt-ის და ჩვენ ვირტუალურ გარემოში რაც არის ამ შემთხვევაში ინსტალირებული და ვნახეთ რომ ნამდვილად მუშაობს ეს ჩვენი საიტი ამ გარემოში, ეს ინფორმაცია შეინახა requirements.txt ფაილში. და ნუ ამ requirements.txt ფაილში ვხედავთ აი ესეთ ინფორმაციას, დავუშვათ სერვერზე თუ სხვაგან როცა ავტვირთავთ შემდეგ აი ამ ჩვენს კონკრეტულ პროექტს, ანუ ამ VNV ფაილებს ავტვირთავთ როგორც გითხარით და ავტვირთავთ ანუ აი ამ requirements.txt ფაილს და შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი რამ. ამ შემთხვევაში ჩვენთან არის აი ეს ფაილი აქ და შეგვიძლია ასეთი რამე გავაკეთოთ Python 3.8 თუ რომელი ვერსიაც იქნება -me pip install მოკლედ ღამის გვიან ღამის ვიდეოების გადაღება არც ისე კარგი იდეა. requirements.txt ფაილია ის ფაილი რომელიც გვინდა რომ გამოვიყენოთ. და ეს ბრძანება აკეთებს იმას რომ Python 3.8 შეიძლება არ დაგჭირდეთ გააჩნია კონფიგურაციას. ამ შემთხვევაში pip აინსტალირებს Python-ის 3.8 ვერსიისთვის. მაგრამ იდეაში ნუ რადგან ვირტუალურ გარემოში ვარ წესით გაცილებით ნაკლები შანსია პრობლემის, მაგრამ მაინც იყოს არ აუშავს. pip install str აღნიშნავს რომ requirements ფაილს ვუთითებ და requirements ფაილში როგორც დავინახეთ ანუ მოცემულია კონკრეტული ბიბლიოთეკების სახელები, მაგალითად Django და სხვა რაღაც ბიბლიოთეკები რომელიც სჭირდება მას და ასევე კონკრეტული ბიბლიოთეკის კონკრეტული ვერსია, რაც არის ძალიან გამოსადეგი. დავუწევი enter-ს და ეს ანუ აქ მეუბნება რომ requirements already satisfied ანუ ყველასთვის. ანუ სხვა შემთხვევაში სავარაუდოდ დაინსტალირებთ ამ ბიბლიოთეკებს და შემდეგ როცა გავუშვებთ პროექტს, დავუშვათ იგივე run server-ით. ავტომატურად უნდა გაეშვას იმ კონკრეტული ბიბლიოთეკების გამოყენებით, რომელიც დავაინსტალირეთ ამ requirements ფაილით. ამ შემთხვევაში ამას გამოვთავ. ამასაც გამოვთავ და მოდი დავტესტოთ VS Code-ი თუ ნამდვილად ჩართავს ვირტუალურ გარემოს. ამ შემთხვევაში რატომაც არ ჩართო, ანუ დროდადრო თავს ხოლმე ვირტუალურ გარემოს ავტომატურად. მაგრამ რატო არ ვიცი. კაი, მოდი ხელით გავაკეთოთ, აბა when pin activate, ხო, გამორთვაც არის ასევე deactivate ბრძანება უბრალოდ, ამ შემთხვევაში მე ტერმინალი გამორთე. თუ დავუწევთ ანუ deactivate უბრალოდ გამორთავს ამ ვირტუალურ გარემოს და შესაბამისად გჭირდება რომ ისევ შევიდეთ ამ შემთხვევაში ვირტუალურ გარემოში. და ანუ რაღაცებს რო ვამატებთ, უნდა დავამატოთ ვირტუალურ გარემოში. ამ შემთხვევაში თუ ამას გამორთავ ტერმინალს და ისევ ჩავთვალ ამ VS Code ტერმინალს, როგორც ჩანს, ავტომატურად არ ამატებს, ანუ ჩემ შემთხვევაში ხშირად ამატებს ხოლმე, საინტერესო საკითხია რატომ შვება ასე. ანუ შევთავაზოთ source და I am VMS activate files. ნუ ეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამას გავიგებ რატო ხდება შემდეგ ვიდეოებში შევეცდები რომ გითხრათ.
ხო, კითხვები თუ გაქვთ ვიდეოს ქვემოთ დაწერეთ, ასევე გირჩევთ ამ ვიდეოებს უყუროთ, გააჩნია რომელი ოპერაციული სისტემა გაქვთ, მაგრამ ძირითადი რაც გჭირდებათ, ანუ ვფიქრობ ამ ვიდეოში გითხარით. მომავალ შეხვედრამდე.